მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნის მიზნით დღეს მემორანდუმი გაფორმდა. მინისტრის განცხადებით, ცენტრის დაარსება ხელს შეუწყობს საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის განვითარებას, რაც თავის მხრივ განახლებადი ენერგორესურსების ათვისებას და ენერგოეფექტურობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. მემორანდუმს ხელი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, თბილისის მერმა და ევროკავშირის პროგრამა ინოგეიტის წარმომადგენელმა მოაწერეს. ქალაქის მერიამ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, ეს არის დედაქალაქის ლედგანათებებით აღჭურვა, რაც საშუალებას მიცემს მუნიციპალიტეტს, რომ დაზოგოს გადასახადები ელექტროენერგიაზე ამ განათებების საშუალებით და ჩვენ ვამზადებთ კანონპროექტს, რომ ჩვენმა ქვეყნის მოსახლეობამ ელექტროენერგიაზე გადასახადები დაზოგოს. გამოცხადებული გვაქვს თანამედროვე ენერგოდამზოგავი გარეგანათების სისტემის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა დაინტერესებული კომპანიებისთვის ის მაგალითები, ის პრაქტიკა, რაც ევროკავშირის ქვეყნებში არსებობდა, რასაც ინოგეიტი ჩვენ გვთავაზობს, იქნება მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კიდევ უფრო სწრაფად და მეტი ნაბიჯები გადავდგათ ენერგოეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. ეს არის პირველი ნაბიჯი საქართველოსთვის მდგრადი ენერგომომარაგების განვითარების გზაზე. ცენტრი დაეხმარება მოსახლეობას, გააცნობიერონ და გაითავისონ მდგრადი ენერგომომარაგების და ენერგოგანვითარების საკითხები.